მე მაინც მგონია რომ რაღაც ტერმინები არის ოკუპაციასთან დაკავშირებით, რაც ძალიან გასააზრებელი გვაქვს ერთს და არის დამკვიდრებული რაღაც პოსტკომუნისტური ტერმინები ოკუპაციასთან დაკავშირებით, რომელსაც უნდა დაუპირისპირდეთ და რეალურად ამისგან ჩვენი ყოველდღიური მეტყველება გავწმინდოთ. პირველ რიგში ამასთან დაკავშირებით საერთოდ დღეს ახლა დეტალებში და თეორიულ ახსნებში აღარ შევალ, თუ რატომ არ შეიძლება გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ აღიარებ, რომ ამ კითხვას აღარ კი არა იგონება, ისტორიას აყალბებს შენ თვითონვე, რომ რეალურად ამ კუთხეს და ამ ტერიტორიულ ერთეულს საერთოდ სხვა სახელი ალტერნატივა ვერ მოუწევდნენ გარდა სამხრეთ ოსეთისა და თუ სამხრეთ ოსეთია კიდე ერთხელ ამბობ, მაშინ საერთოდ რაღაცა გვინდა რას ვედავებით ამ პატიოსთან ხალხს რუსებს და საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურად ოს ხალხს და მიუცეთ შიდა ქართლის ისტორიული შიდა ქართლი მთლიანად. ხო, ანუ რეალურად ამასთან დაკავშირებით ეს არის ცხინვალის რეგიონი, აი ეს ტერმინი მაინც გამოვიყენოთ, ხომ? გუბერნიის ხსენება ტერმინოლოგიიდან ხო ამოვიღეთ, არა? ხომ აღარ ვამბობთ, რომ თბილისის გუბერნია, ან ქუთაისის გუბერნია, ან ყოფილი თბილისის გუბერნია. ეხლა წარმოგიდგენიათ თქვენ, ანუ მესმის რომ რთული პოლიტიკური ვითარებაა საქართველოს ორივე ტერიტორიულ ერთეულში, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთის კუთხეში, მაგრამ თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ დღეს ვამბობთ, რომ ყოფილი თბილისის გუბერნია? ასეთივე წარმოუდგენელია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. აი შოკირებული ვარ უბრალოდ. ცხინვალის რეგიონი მაინც გამოიყენეთ, მით უმეტეს თუ თქვენი ვინმეს არგუმენტი იქნება ის, რომ რომელიც ამ საბჭოთა ტერმინს იყენებთ და ლეგიტიმაციას უკეთებთ საბჭოთა ტერმინს, თქვენი არგუმენტი თუ იქნება ის, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში ქართულ მხარეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აქვს ხელი მოწერილი იმ დოკუმენტების ქვეშ, სადაც რეგიონს ეწერება ყოფილი სამხრეთ ოსეთის, ეგრეთ წოდებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, იქ ყოველთვის არის დახრილი ხაზი, ანუ სლეშ და გვერდზე აწერია ცხინვალის რეგიონი. ანუ ეს მაინც გავითავისოთ და იმის მაგალითად რომ ზრუნავდეთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ცხინვალის რეგიონი დახრილი ხაზი ეგრეთ წოდებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქი შეიცვალოს და დარჩეს მხოლოდ ცხინვალის რეგიონი, ჩვენ თვითონვე ვიმეორებთ ამ ტერმინს გვეზარება უბრალოდ წაკით. მე არ მგონია რომ წაკითხვა გვეზარება და ამაზე ყურადღების გამახვილება გვეზარება, უბრალოდ მგონია გვეზარება ამაზე ყურადღების მიქცევა და საკუთარი თავისთვის ძალის დაყოლება. ან სამაჩაბლო მაინც გამოვიყენოთ, ან ისტორიული შიდა ქართლი მაინც გამოვიყენოთ ბოლო-ბოლო, ხომ? ოკეი, და მეორე რაც შეეხება აფხაზებს, კონკრეტულად აფხაზს, რასაც ვეძახით ხო ჩვენ, აქ მგონია რომ გააზრება გვაკლია. აფხაზი არ ნიშნავს ეთნიკურად მხოლოდ აფსოა, ან ეთნიკურად მხოლოდ აბაზგ ადამიანს, ანუ ეთნიკურად ჩრდილო კავკასიელ ხალხს, რომელთაც მიგრირება განიცადეს და ჩამოსახლდნენ დასავლეთ საქართველოში, ჯერ კიდევ მანამდე სანამ გეოპოლიტიკური ფორმირება მოხდებოდა მოქალაქეობის, ანუ რისი თქმა მინდა იცით, რომ აი მაგალითად აფხაზი ზოგადად არის გეოპოლიტიკური სახელი. თანამედროვე სამყაროში არა მხოლოდ ეთნიკურობას ვაქცევთ ყურადღებას, არამედ ვაქცევთ მოქალაქეობას. ისტორიულად ეთნიკურად აფხაზი არის ქართველი, მაგრამ თანამედროვე საუკუნეში, რადგან ეთნიკურობაზე უფრო წინ არის წამოწეული და ამასაც რა თქმა უნდა მომავალი თაობა აუცილებლად ამ ეთნიკურ ნიშანსაც გამოიკვლევს და დაადგენს, იმედი მაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თანამედროვე სამყაროში ეს ეთნიკური ნიშანი არის უკან წასული და წინ არის უფრო მეტად წამოსული გეოპოლიტიკური, ხო, სად არის ის დაბადებული და გაზრდილი და რომელი რეგიონის, არ ვიცი, იურიდიული მისამართი იქნება ვიწრო დონეზე თუ უფრო მაღალ დონეზე ქვეყნის მოქალაქეობა, ამას აქვს მნიშვნელობა. შესაბამისად, აფხაზს როცა ვამბობთ, აქ იგულისხმება აფხაზეთის კუთხეში მცხოვრები, როგორც ეთნიკურად აფსოა, ასევე ეთნიკურად ქართველი, ასევე ეთნიკურად თურქი, სომეხი, რუსი მოსახლეობა, რომელიც ეს არის კრებსითი სახელი, ხო? ხო და ამ ტერმინებს მივაქციოთ დიდი ყურადღება.